59 ამოცანა. უძრავ ჭოჭონაკზე გადადებულ საკმარისად გრძელ, უჭიმვად და მსუბუქი თოკის ბოლოებზე M1 20 კილოგრამი და M2 10 კილოგრამი მასის ორი ტვირთია დაკიდებული. თავდაპირველად ორივე ტვირთი უძრავია და ერთ სიმაღლეზე იმყოფება. წინამდებობის ძალები არ გაითვალისწინოთ და განსაზღვრეთ ტვირთების გათავისუფლებიდან რა დროში დაშორდებიან ისინი ერთმანეთს 20 სანტიმეტრით. ჩავწეროთ მოცემულობა, ესე იგი მოცემულია ტვირთები M1 უდრის 20 კილოგრამს, M2 უდრის 10 კილოგრამს. და მათ შორის მანძილი ელი რაღაცა დროის მერე გახდება 20 სანტიმეტრი, ანუ 0.2 მეტრი. და რა დროის შემდეგ მოხდება ესო. დავხატოთ სურათი. ეს არის უძრავი ჭოჭონაკი. აქ არის თქვათ M1 მასის ტვირთი, მეორე მხარეზე არის M2 მასის ტვირთი. M1 არის ეს, თქვათ, M2 არის ეს. თავიდან ესე იგი ერთ დონეზე არიან. მოდით ვნახოთ ვიპოვოთ მათი აჩქარებები. დავხატოთ თითოეულ სხეულზე მოქმედი ძალები. ეს არის M1G, აქ არის დაჭიმულობის ძალა T, მეორე სხეულზე მოქმედებს M2G და თავის დაჭიმულობის ზალა T. ცხადია, რომ რადგან პირველი სხეულის მასა უფრო მეტია ვიდრე მეორე სხეულის მასაზე, პირველი სხეული ქვევით წამოვა აჩქარებით, მეორე სხეული ზევით წავა აჩქარებით. ეს მათი აჩქარებების მიმართულებები დავხატე. ჩავწეროთ თითოეული სხეულისთვის ნიუტონის მეორე კანონი. პირდაპირ შეიძლება დაპროექცირებით დავწეროთ უკვე. M1G minus T, ეს არის M1A, ხოლო მეორე სხეულისთვის T-ს minus M2G უდრის M2A-ს. შევკრიბოთ ესე იგი ეს განტოლებები, T-ები გაიკვეცება და მექნება M1 minus M2G უდრის M1 plus M2A. ეს იქნება მასშტაბი აქედან აჩქარებები, ტოლი არის M1 minus M2 გაყოფილი M1 plus M2 გამრავლებული G-ზე. ერთი ჩამოდის ქვევით აჩქარებით, მეორე ზევით აჩქარებით. მათ შორის მანძილი L იქნება H პირველი, ეს არის ის მანძილი, რაღაც დროში რასაც გაივლის პირველი სხეული ქვევით, დამატებული H მეორე. ეხლა რადგან აჩქარებები ტოლი არის, ესე იგი ეს H-ებიც ტოლი იქნება, ამიტომ შეიძლება დავწეროთ, რომ ეს არის 2H1, სადაც H1 იქნება AT კვადრატ ნახევარი. შევიტანოთ ამ ფორმულაში, ესე იგი L იქნება ესე იგი 2-ჯერ AT კვადრატ ნახევარი. ეს ორიები გაიკვეცება და L-ისთვის გვექნება M1 minus M2 G-ზე M1 plus M2 გამრავლებული T კვადრატზე. აქედან T იქნება კვადრატული ფესვი L გამრავლებული M1 plus M2 შეფარდებული M1 minus M2 ესენი ეს გამრავლებული G-ზე და აქედან ფესვი. ეს არის 59 ამოცანა. ეხლა 50 ამოცანა. უძრავ ჭოჭონაკზე გადადებულ უჭიმვად და მსუბუქ თოკის ბოლოებზე ჩამოკიდეს 10 კილოგრამი და 4,5 კილოგრამი მასის ორი ტვირთი. სურათი 153. თავდაპირველად ტვირთები უძრავად უჭირავთ. M მეორე მასის ტვირთზე დადეს
0,5 კილოგრამი მასის მცირე ზომის საწონი. განსაზღვრეთ ძალა, რომლითაც საწონი დააწვევა ტვირთს მათი გათავისუფლების შემდეგ. ჩავწეროთ მოცემულობა, ესე იგი M1 არის 10 კილოგრამი, M2 არის 4,5 კილოგრამი და M3 არის 0,5 კილოგრამი. ხო. და გვეკითხებიან ძალას, რითაც ეს მესამე ტვირთი დააწვევა M2 მასის ტვირთს. მოდით დავხატოთ ესე იგი სურათი, ეს უძრავი ჭოჭონაკი, ეს არის M1 მასის ტვირთი, აქ არის M2 მასის ტვირთი და ამაზე ზევიდან დაადეს კიდე M3 მასის ტვირთი. ესე იგი ეს არის M1, ეს არის M2, ეს არის M3. ხო, ეხლა დავხატოთ თითოეულ სხეულზე მოქმედი ძალები. ეხლა სინამდვილეში ეს ამოცანა ორნაირად შეიძლება გაგვეკეთებინა, ესე იგი ჯერ გვეპოვა აჩქარება და მერე გვეპოვა, ესე იგი ძალა, რომლითაც ესე იგი M3 ტვირთი აწვევა M2 მასის ტვირთს, მაგრამ შეიძლება ერთიანადაც გავაკეთოთ ეგ. უბრალოდ მოდით რას ვიზამ, იცით, აი ამ ნაწილს გავადიდებ, ესე იგი სურათს, რომ უფრო კარგად დავინახოთ, ესე იგი და დავხატოთ ის ძალები, რომელიც ამ სხეულებზე მოქმედებს. ესე იგი, პირველ სხეულზე მოქმედებს M1G ქვევით, დაჭიმულობის ძალა T ზევით. ეხლა აქ რა მდგომარეობა გვაქვს, ნახეთ, ეს არის აი ეს ნაწილი მაგ გადმოტანილი აქეთ. მოქმედებს ქვევით M2G, აქეთ მოქმედებს დაჭიმულობის ძალა T. რადგან აქ ერთ და იგივე თოკი არის, დაჭიმულობის ძალა აი ამ თოკზე მოქმედი მარჯვენა მხარეს და მარცხენა მხარეს ერთნაირი არის. ეხლა მოდით შევხედოთ აი ამ ტვირთის გავლენა. ამ ტვირთზე მოქმედებს თავის სიმძიმის ძალა, ეს არის M3G. ესე იგი, ეს ტვირთი აწვევა ამას რაღაცა, მოდი დავარქვათ, N პირველი ძალით და ესეც პასუხობს ეგეთივე N პირველი ძალით, რომელიც ვერტიკალურად ზევით იქნება. ესე იგი, ესენი არიან ქმედება, უკუქმედების ძალები. ხო, ეხლა საბოლოო ჯამში ეს 10 კილოგრამი არის, მარჯვენა მხარეს კი 5 კილოგრამი გვაქვს. ამიტომ ეს პირველი სხეული ქვეიწამოა, ეს სისტემა კი ავა ზევით. ამიტომ ჩავწეროთ თითოეული სხეულისთვის ნიუტონის მეორე კანონი. ესე იგი, M პირველი G minus T, ეს არის M პირველი A. ეხლა მარჯვენა მხარეს მივხედოთ, მეორე სხეულის მოძრაობის განტოლებას დავწეროთ. ეხლა ეს ზევით არის T-ს, ესე იგი ზევით მოქმედებს minus M2G minus N1 უდრის M2A. ეხლა M3 სხეულისთვის დავწეროთ N პირველი minus M3G უდრის M3A. ეხლა მოდით დავდგეთ ეს სამივე განტოლება შევკრიბოთ. შეკრების დროს T-ები გაიკვეცება, ეს N1-ები გაიკვეცება და გვექნება M1G-ს გამოკლებული M2G, გამოკლებული M3G უდრის, აქ იქნება M1 plus M2 plus M3A-ზე. ანუ აჩქარებისთვის მივიღეთ ფორმულა ესეთი. აქ შეგვიძლია G გავიტანოთ ჭხილებს გარეთ, M1 minus M2 minus M3 ეს მრავლდება G-ზე, შეფარდებული M1 plus M2 plus M3. ეხლა იმის მერე, როდესაც ჩვენ აჩქარება ნაპოვნი გვაქვს, შეგვიძლია N-ი ძალა, რომლითაც ეს M3 ტვირთი აწვევა აი M2 ტვირთს, ესე იგი ეს N1 ვიპოვოთ შემდეგი აი ამ მესამე განტოლებიდან. ესე იგი N1 ტოლი იქნება
M3G-ს პლუს M3A-ს. შეგვიძლია ეს აჩქარება გამოთვალოთ, აქ შევიტანოთ და ამით ამოცანა გაკეთებული გვექნება. 51. ჰორიზონტალურ ლიანდაგზე მდგარი 21 ერთნაირი ვაგონისაგან შემდგარი მატარებელი დაიზრა A აჩქარებით. იპოვეთ რამდენჯერ მეტია პირველ და მეორე ვაგონებს შორის გადაბმის დაჭიმულობის ზალა მე-11 და მე-12 ვაგონებს შორის გადაბმის დაჭიმულობის ზალაზე. აქ მოცემული არის აჩქარება და ყველა ვაგონები იგულისხმება, რომ ერთნაირი არის. მოდი დავხატოთ, თქვათ, ესე იგი ეს ვაგონებს სრულყოფილად არ დავხატავ, რა თქმა უნდა, ესე იგი ეს არის, თქვათ, პირველი ვაგონი, ეს არის მეორე ვაგონი, პირველი, მეორე, თქვათ, ეს მესამე ვაგონი, ესე იგი ასე შემდეგ, ესე იგი ეს იყოს მოდით მე-10 ვაგონი, ეს არის მე-11, ამდენი არც ასაჭირო, ესე იგი მე-12 და ასე შემდეგ. სულ ბოლო ვაგონი არის რამდენი არის დავხედოთ, სულ 21 ვაგონი არის. ხო, ესე იგი ახლა ეხლა პირველ და მეორე ვაგონებს შორის დაჭიმულობის ზალა მოდი აღნიშნოთ ტ-პირველით. ვნახოთ, ტ-პირველის უკან ამ გადაბმის თოკის უკან რამდენი ვაგონი არის. ამის უკან ცხადია არის ესე იგი 20 ვაგონი. და მე-11 და მე-12 ვაგონებს შორის აქ ეს იყოს ტ'. ამის უკან რამდენი ვაგონი არის? ესე იგი 12-დან დაწყებული 21-ის ჩათვლით. ესე იგი ეგ იქნება, ესე იგი 21 მინუს 12, ეს არის 9 პლუს 1, ესე იგი 10 ვაგონი გამოვა, ხო? 12, 13, 14, 15, 16, 17, 18, 19, 20, 21. აქ არის ესე იგი 10 ვაგონი. და გვეკითხებიან, რა თანაფარდობა არის ამ დაჭიმულობის ზალებს შორის. ეხლა ამას ადვილად მივხვდებით. ნახეთ, ამ სისტემას, მეორე ვაგონიდან დაწყებული 22 ვაგონამდე, ამას ხაჩავს ეს ტ-პირველი დაჭიმულობის ზალა. ამიტომ შეგვიძლია დავწეროთ, რომ ტ-პირველი ეს რაც ხაჩავს, იქნება 20-ჯერ MA. ხოლო რაც შეეხება ტ', რომელიც არის მე-11 და მე-12 ვაგონებს შორის, ამის უკან არის 10 ვაგონი. ამიტომ ეს შეიძლება დავწეროთ, რომ არის 10 MA სტოლი. რო გავყოთ ტ-პირველი ტ'-ზე, ტ-პირველი ტ'-ზე გვექნება 20 MA შეფარდებული 10 MA-ზე, ესენი იკვეცება, გვჭება 2 და ტ-პირველი ტ'-ზე იქნება 2 სტოლი. ეხლა 52 ამოცანა. ამოცანა. მოძრავი და უძრავი ჭოჭონაქებისაგან შემდგარ სისტემაზე დაკიდეს 2 ერთნაირი მასის ტვირთი, ისე როგორც 2-154 სურათზეა ნაჩვენები. განსაზღვროთ ტვირთების აჩქარება და მათი გათავისუფლების შემდეგ. თოკისა და დაჭიმულობის
თოკისა და ჭოჭონოქის მასას, წინამდებობის ძალას და თოკის სიგრძის ცვლილებას ნუ გაითვალისწინებთ. გადმოვხატოთ ესე იგი ეს სურათი. ესე იგი აქ გვაქვს. ესე იგი ერთი ჭოჭონოქი აგერ არის მეორე ჭოჭონოქი. ეს თოკი მოდის აქ მერე კიდეა ესე და აი ესეთი სურათი გვაქვს. ესე იგი აქ არის აქ კიდეა M მასის ტვირთი, აქაც კიდეა M მასის ტვირთი. დავხატოთ თითოეულ სხეულზე მოქმედი ძალები. მოდით დავიწყოთ აქედან. ამაზე მოქმედებს ქვევით mg, ზევით მოქმედებს დაჭიმულობის ზალა. აი ახლა ეს დაჭიმულობის ზალა ერთნაირი არის ამ თოკის გასწვრივ, მაგრამ ახლა ნახეთ როგორ იმოქმედებს აქეთ. ესე იგი, აგერ იქნება ერთი დაჭიმულობის ზალა და ასეთივე დაჭიმულობის ზალა იქნება მეორე თოკის მხრიდან. ხო, ახლა კიდე ერთი რაღაცა უნდა გავითვალისწინოთ. აი წარმოვიდგინოთ, რომ ეს ტვირთი რაღაცა მანძილით ჩამოვიდა ქვევით, თქვათ, ხო? ესე იგი, ეს ნიშნავს, რომ აი თოკის, აი თქვათ ამის, აი თქვათ ჭოჭონოქის აი ამ ღერძის მიმართ, აი ამ ღერძთან დაკავშირებით ამის მარჯვენა მხარეს თოკი დაგრძელდა, რაღაცა დელტა ელით. ცხადია, რომ იგივე დელტა ელით დამოკლდება მარცხენა მხარე. ამიტომ ნახეთ, ეს თქვათ ერთ და იგივე დროში მოხდა, რა დროშიაც ეს დელტა ელით დაგრძელდა, იგივე დროში ეს დელტა ელით დამოკლდება. და ეს დამოკლება გადანაწილდება აი ამ ორ ნაწილს შორის. ამიტომ ეს ნაწილი თუ მარჯვენა ტვირთი თუ დელტა ელ მანძილს გაივლის, ხო? ესე იგი, ეს ტვირთი გაივლის დელტა ელ ნახევარს. ეს ნიშნავს იმას, რომ ამისი აჩქარება, მარჯვენა მხარის აჩქარება, ორჯერ მეტი იქნება, ვიდრე მარცხენა მხარის აჩქარება. ეს უნდა გავითვალისწინოთ. ხო, ეხლა ჩავწეროთ ესე იგი მოქმედი ძალები და დაჭიმულობის ძალები დავხატეთ ჩვენ ესე იგი აქ. ხო, ეხლა აი ამ სხეულისთვის ესე იგი წერთ mg - t უდრის m-ას. 10 აღნიშნეთ ესე იგი ეს აჩქარება, რითაც ეს მოძრაობს ქვევით. როგორც მივხვდით, ეს ორჯერ ნაკლები აჩქარებით იმოძრავებს ზევით. ესე იგი აქ არის 2t - mg უდრის m-ი გაყოფილი m-ი a ნახევარზე. m-ი a ნახევარზე. ხო, ეხლა რო გავაგრძელოთ, მოდით მოიქცეთ ესეთნაირად, რომ მოიქცეთ ესეთნაირად, მოდით ეს ეს საერთო მნიშვნელზე მივიყვანოთ ჯერ ქვედა ფორმულა, ესე იგი, ჯერ გადავწეროთ mg - t უდრის m-ას, ეს გავამრავლოთ 4-ზე, 4t 2-ზე ვამრავლებ -2mg უდრის m-ას. ეხლა ზედა ფორმულა გავამრავლოთ 4-ზე. ესე იგი 4mg -4t უდრის 4m-ას. ეხლა ქვედა ფორმულა გადავწეროთ, როგორც არის 4t -2mg უდრის m-ას. შევკრიბოთ ესე იგი ეს განტოლებები, ეს 4t-ები გაიკვეცება, 4mg-ს -2mg მექნება 2mg უდრის 4m-ას დამატებული m-ა გამოვა 5m-ა. ეს მასები გაიკვეცება და აჩქარებისთვის მივიღებ 2g მეხუთედი. ამით მე დავადგინე ის აჩქარება, რომლითაც აი ეს მარჯვენა ტვირთი ჩამოდის ქვევით. და რაც შეეხება მარცხენა ტვირთს, ის ავა ორჯერ ნაკლები აჩქარებით. მისი აჩქარება იქნება აი ეს გაყოფილი 2-ზე, ანუ იქნება g მეხუთედი. აი ესეთი პასუხები მივიღეთ. კიდე რამე სხვა გვეკითხებიან? ხო, არაფერი. ეხლა 53 ამოცანა.
რა ძალით მოქმედებს სურათი 154-ში გამოსახული ჭოჭონაქის სისტემა ჭერზე. რა ძალით მოქმედებს ჭერზეო. ნუ ეხლა თუ მასზე დაკიდებული ტვირთების მასა ერთნაირია. ნუ ჩავთვალოთ, რომ m არის, თქვათ, მასაა, თქვათ, ამათი. ეხლა ჭერზე მოქმედი ძალები შეიძლება აი ესეთნაირად ვიპოვოთ, რომ ესე იგი, აი ამ წერტილში ცხადია ეს თოკის დაჭიმულობის ძალა, თოკი ამ ჭოჭონაკზე თუ ესეთი ძალით მოქმედებს, აი მოდი გადმოხედავ მე ამ სურათს. აი ესე იგი ერთი იქნება დაჭიმულობის ზალა ესე მოქმედი, ამაზე იქნება ერთი და მეორე და ეს დაჭიმულობის ზალები ერთნაირი არის. ამიტომ ესე იგი ძალა რომლითაც იმოქმედებს ესე იგი ეს სისტემა ჭერზე, ცხადია 1t, მეორე t და მესამე t არის. ესე იგი, ნუ ეს ძალა მოდი დავარქვათ მაგას, ესე იგი n ძალა იქნება 3t სტოლი. ეხლა თვითონ t შეგვიძლია ვიპოვოთ, ნუ თქვათ ერთ-ერთი ფორმულიდან, ესე იგი t იქნება mg-ს გამოკლებული ma. ნუ აჩქარება აი ამ ფორმულიდან ავიღე მე, ესე იგი აი ცალკე სხეული რო არის და ამიტომ ექნება mg-ს გამოკლებული m2g მეხუთედი. ამიტომ ეს იქნება mg 1 minus 2 მეხუთედი. ეს თვითონ დაჭიმულობის ზალა ან და ეს გამოვა mg 3 მეხუთედი. ასე რომ n იქნება mg 9 მეხუთედი სტოლი. ეს იყო 53.